მართალი ყოფილა ჩემი დეიდაშვილი, გადასარევად ბევრად კომფორტულია, ვიდრე ის მეორე, გაჩვენებთ იმას. აი ეს რაღაცა. აი ეს რაღაც, რავი, არა კომფორტულია ძალიან. მარიკოს უხარშა სპარტს. რაშვრებით. ვაიმე ისე დამცხა ხალხო. ლამის სული განვუტევე. ვაიმე, არა და მე არ მიყვარს გრილი წყლით დაბანა. ანუ აი ხوار გრილი წყლით უყვართ. ანუ არ მიყვარს, უნდა იყოს საკმაოდ ცხელი. ხო და ვაი გადავიფუფკე. აი სახე ავილეწე. რადგან დღეს ახარცად აღარ გავდიოდი, ამიტომ ბარემთმა შევიღებე. კი გაჩვენეთ უკვე. ხა არ ჩანს ესე, მაგრამ მოკლედ შევიღებე გოგოებო. ეს დღე მაგისთვისაც გამოვიყენე, სადილებიც მეტნაკლებად გავამზადე, ბავშვი დავაძინე, ოღონდ დავუტოვე ჩართული და ავირბინე, უკვე თავი გადამეწვა ხალხო თავი რო შევიღებე. ხო და ის არის, ავირბინე მესამეზე, უცებ გიჟივით შევარდი იმაში, რა ქვია. აბაზანაში როგორ დავიბანე, არც მახსოვს, სიმართლე გითხრათ, ისეთი სისწრაფით ვიბანავე. ხო და ისა, რა ქვია. გამოვარდი და რომ მოვედი უკვე დაძინებული და მხვდა. ანუ იმდენად ეძინებოდა, რომ მივხვდი, რომ მაღლა ყანას აზრი არ ქონდა. თვალებს ვეღარ ახელდა და წამოვაწვინე და მევთხარი დედიკო საპირფარეშო შევირბე და მოვადგო. ხო და მოვედი ეძინა ჩემს გოგოს ბედნიერად და მეც ამოვისუნთქე იმდენად სისწრაფით იმას ვქენი, რა ქვია. ცოტა დატენიანდეს და მე დავისვათ, როგორც ჩანს, შემიყვარდა. კანი არაჩვეულებრივად მაქვს. ძალიან კარგად მაქვს. ეს აუცილებლად. იმიტომ რომ ეხლა რაღაცა სხვა ჭურსაცხები არ მიტა სახში და ეს ისეთია, რომ ყოველდღიურობაში რომ გამოგადგება, მაგრამ კონკურსს რატო ვერ ყვაულობ, არ ვიცი. სად ახარ შვილო? ამ ვიდეოს ხა თქვენ ხვალ ნახავთ, ცოტა მოვწესრიგდები და ლაივში შემოვალ. თუ ვინმე იქნება, წაგიჭორაოთ, მაგრამ არ არსებობს ვიღაც რო შემოვიდეს. ეს ცოტა ისმიდა გადანაწილება, მაგრამ ის მეორე კარგი საწავი და ხო ვერ მეტყვით. არ ვიცი. ეს რა ფერია უდედა. კაი. ხო და ისა, რა ქვია, მოკლედ ვაიმე თავით მისკდება ხალხო. ღმერთო ეს რა ტანჯვაა, ეს ტკივილები უკან რომ აქვს, რა ტანჯვაა, არავის ჩემს სიცოცხლეში, არავის და ვერავის ვერ ვუსურებ მსგავს ტკივილს, აი ვერავის, აი კატასტროფული ტკივილები მაქვს. წავისვათ. მოკლედ ცოტა შევლამაზდეთ გოგოშკებო. და მე როგორ ვიტყობ? ასე ხომაჯობი. კარგი. წავისვათ. წითლე მაქვს, მაგრამ გადამიulis ეს მის მერე ვიცი ხოლმე ძირითადად რა, იშხაბის მიღების მერე უფრო სიწითლე, მაგრამ
არ ვდარდობ კაციშვილი რა თქმა უნდა ამაზე. მოდი ეს სახლისთვის გამოვიყენოთ. დიდად რო არ მომწონს. და ამაზე რო გადავირი, ხო წარმოგიდგენიათ არა და როგორ არ მომწონს. ახლა შეიძლება რაღაცა მოგანათებაზე თეთრად მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად საერთოდაც არ თეთრებს არავის. რა ვიცი, ახლა ჯერჯერობით ეგრეა და დავტესტავ კიდე მივცემ შანსებს, რა ვიცი. თითქოს არის, როგორ არის, მატყუ არა, თითქოს არის, მაგრამ მე რაღაცა არ რჩება სამით არის. ასე არა ვარ თავჩქარობ. ყავა მინდა კატასტროფულად, აი ისე მინდა ყავა ხალხო, ისე მინდა ვერც კი წარმოვიდგენთ. ასე. ასე. გადავინაწილოთ, სპონჟი უნდა იმას ვქნა ერთი, იქნება შევეჩვიო რამენაირად, რომ თითები არ ვატკაცუნო, ნერვი აღარა მაქვს ხალხო. რაღაცა დღეს არ ვიცი, მატყობთ თუ არა, მაგრამ ნერვი აღარა მაქვს. ემტოლმამ უკვე დავღალა, ეს დღეები ცოტა არ იყოს, მაგრამ ანუ სიმართლე გითხრათ, ის ამბავი, რომ ვიცი, რომ მაცივარში მაქვს ძალიან სიამოვნებს, იმიტომ რომ მოდი ცოტა ახლოს ხარ მოგწიოთ გოგოებო, მოდი დავდოთ ხელის. ოპ, მე მგონი კარგი. ძალიან ახლოს კი ვარ მომსკდარი, მაგრამ ის ნამეტანი მგონი შორს მეტყვი. ეს ეხლა ძალიან გადათეთრებული ჩანს, მაგრამ ეს ეგრე არ დარჩება ჩემო გოგოებო. ეს. მოდი წავისვათ. აი მე დედა მე ნეტა რამის წასმას ვისწავლიდე რა. აი რამის წასმას ვისწავლიდე. დიდი სამბით რომ მეშვები ხოლმე რა მგონი. ასე. თავისი მოგრეხილი ის აქვს, რომ აი ეს ექნა და ასე ექნა, ანუ ძალიან კომფორტულია სიმართლე რომ გითხრათ. ნუ ეს ასე უნდა მექნა, მაგრამ აქეთ მხარია დასრული და მოდი ახლა ამაზე აღარ რევიულებ. ვაიმე. აქეთ მიჭირს წასმა, რატო ვერ გეტყვით? ხო ვერ მეტყვით. ვაიმე, ჩემს მასტერთან ვერ ჩავეწერე გოგოებო. არა და მოსახსნელი მაქვს. ეხლა რო ჩემს გრაფიკს გადავხედე, დიდი ალბათობით მე შაბათამდე ვეღარანაირად ვეღარ მივალ, იმიტომ რომ ანუ მარიამი ვინ უნდა გამოიყვანოს ბაღიდან, მე არ ვიცი. ასე არა ვარ. ეხლა ცოტა მეტი წავისვათ, იმიტომ რომ მე ხელით გადავინაწილოთ კიდევ. ჯერ მოდი ესეც მოვრჩეთ ბარემ და მე გადავიდეთ ცოტა გაწმენდაზე, რომ ესე ძალიან გადათეთრებულები არ ვიყოთ. თქმა უნდა. დიდი სამი დავატკაცნ. არ ვიცი რა მომცა ალერგია, გოგო, დამფოთლაზე არა ვარ, თან გამიწითლა. რაჯანდაბა მომცა ალერგია ვერ გეტყვით. რა მივირთვი ისეთი, ხა რო გითხრათ რამე მივირთვი ისეთი. ახლა ქაშაყი მივირთვი ღამე, მაგრამ მაგას ისედაც მივირთმევ. ხო და რატომ დამფოთლა ვერ გეტყვით. რაღაცა მომცა ალერგია დიდი ალბათობით. სებამედმა ადრე რომ მქონდა ეგ პრობლემა კიდევ ვითომ ვერ გეტყვით. ვერაფერსაც ვერ გეტყვით. ასე არა ვარ, რაც არ ვიცი, არ ვიცი. აი მე დედიკო. ასე. დიდა რა გოგო. ჩემი თავის გახალისების მასტერი ვარ, ჩვეულებრივად. გახალისების. ასე. ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე ამის გამო, რომ გამომთათხავი ხოლმე. შენ თავს თუ იქე. აი, ხო, მოდი ეს ხა წავიშოროთ და კონტური წასმულია, გადავიდეთ. მოვიმარჯვეთ სარკე. ასე. ეს ვერსია ხო ბიუჯეტურებიც არის. ხო და ეს ბიუჯეტურიც უნდა ვიყიდო. და ერთი შევადარო როგორი იქნება.
ასე. რამე სხვა ფერს ვიყიდი და დავტესტავ როგორი იქნება ბიუჯეტური და აი ეს ახლა რეალურად გითხარით მგონი რა ზუსტად ლარამდე აი მე არ მინდა შემეშალოს ბოდიში არ მახსოვს მაგრამ ანუ საკმაოდ ზურგერს ამიტომ ის ბიუჯეტურიც უნდა ნახო და დავტესტო ხა მას ფასდაკლება ქონდა და მიტო ვიყიდე აი მე ძალიან მომწონს აი მე დედიკო ძალიან მომწონს ხალხო ეხა როგორც მაქვს ეხა ოდნავ უნდა წავიშორო რა თქმა უნდა ყველაფერი მაგრამ რეალურად ძალიან მომწონს როგორც მისვია და ძით გონი რაღაცა მისწავლია ჩემ ბიჭებს მარიამი დააპორწიალებდა და ეხლა არ ყუიდე და ჩაუყრიო ნახო და აი ეს არის დაველოდოთ და ცოტა ხანში მოვიშოროთ გოგოებო ესეც კარგი საყურის გარეშე მე სოციალი ფაქტობრივად არ ვარ ამიტომ მოდი საყური გავიკეთოთ ჩვენი ვარსკვლავები ვერ ვიტან რომ ეზრდება ესე ვერ ვიტან მეჯავრება და რა ვიცი იქ ჩავათამდე ბავშვის დამტოვებელი არ მყავს მე 4-ზე მივიდე მასტერთან 5-მდე ვერ მორჩება და ბავშვს რა იშველება მე ვერ დავტოვებ გვიანობამდე ვერაფრით ნახა რავი ვერ არ შემიძლია შანსი არ არის იქნება მამის გამოუჩდეს რამე დრო ან არა მგონი ან არა რავი არ ვიცი ასე რომ ასე სხვათა შორის სარკეში ბევრად უკეთესია ვიდრე კამერაში ჩემი ვითომ ქადური მაკიაჟი ეს თმასველი მაქვს მაგრამ ეხლა ფენს ვერ ჩავრთავ შანსი არ არის ეგრევე წამოყოფს მარიკო თავს ეგრევე ეხლა ეს ბუღილი რო ავტეხო რა ძალამატკია ბავშვი გავანერვიულო ეხლა ვერც უნდა დაიძინოს მერე და იწუწუნოს ბავშვი ძალიან კარგია კარგად შეეხება სხვათა შორის გოგოებო მე ხო ფიტოს ხმარო ბუამიაკოს და მეუნებიან ხოლმე რომ სხვაც რო არის რაღაც უფრო მეტად ბევრად ზვირიანებით ხვარი და ეგენიც გამომიყენებია ხალხო გამომიყენებია მაგრამ ფაქტობრივად ყველასთან დამდგარა იგივე შედეგი ანუ ერთ კვირაში მე უკვე ცოტა ალაგ-ალაგ სადაც მაქვს აი ამ მონაკვეთზე ისევ ყოველთვის მაქვს ხოლმე რაღაც ერთი კვირის თავზე ოდნავ სითეთრეს უკვე ამოყოფს ხოლმე თავს და იმ ძვირიანებითაც რო შევიღებე ზუსტად ეგრე მქონდა ახლა მითხარით რატო გადავყარო იმ ძვირიანში ფული ესეც არის უამიაკო და ესეც გადასარავად მღებავს ხა მე კარგად მღებავს შესაძლოა ვიღაცას ვერ ღებავს მაგრამ ჩემს შემთხვევაში აი მართლა იდეალურად მღებავს იმ სითეთრეს და იმ ხა უამიაკო მეტი რა უნდა ქნას ხა ერთი 10 დღეში ერთხელ კი უნდა შეიღებო უბრალოდ მე არ მინდა რომ შევიღებო ეგრე მალმალე და არ ვიღებავ თორე რეალურად ნუ უამიაკოზე ეგრეა მალმალე ჭირდება შეღება ხო და ეს არის სხვათა შორის რომელია საკმაოდ ძირს ვაძლევდი ესე იგი რო დავიბანდი გოგოებო ჯერ ხო ჩხელზე მრჩებოდა ვერ ვიშორებდი მერე იმაშვებოდა რა ქვია რითიც ვიმშრალებდით მას ხო სულ გადავყარე ხალხო ისე დღეში ჩამიგდო ისე დღეში მერე რამეზე თუ მოხდებოდა ის წვეთი სანამ თმას გავიშრობდი ისიც ხო ლაქავდებოდა და მოკე თავი დაბანები რა ჩემი ფიტო დაიწოს ხო ეს ხოცი მომეწონა სხვათა შორის ეს რო ვიყიდე ცუდი არ არის ასე ეს ლოგი იქნება რაღაც გოგო ესეთი ამბები ამასობაში ეს ცოტა მომეწონა თუ ის რო წავისი კონსილერი მაგიტო და ისინი რაღაცები დავიმატე არ ვიცი მკვეთ გოგოებო ეხა მითხარით თქვენ მე ასე მიხდებათ აქეთ გადმოწეული მიხდება თუ შუაზე გაყოფილი რა თქმა უნდა ეხა ესე თუ შუაზე უეჭველი უნდა ავწიო თუ ასე
ჩემი ფავორიტი არის ეს და აი ეს ბევრად მომწონს, თუმცა წლები ვიყენებდი ხოლმე აქეთ მხარეს, მაგრამ დატოვოთ აქეთ უფრო მომწონს. თქვენი აზრით რომელი უფრო მიხდება? ანგელოზი. ნახე ასე უკეთესად გამოჩნდა, აქეთ მოვწიე და უკეთესად გამოჩნდა აი ეს სიშავე თმის. ესე დაჩავიცი. აი ისათვის მოგცადოთ. გავიპრაჭოთ ცოტა სახე მოვიწეს რეკოთ, ყავად უხდება. მანამდე ცოტა ხელი გადატყავდე და გამოშვა რამდენი ქალური საქმეებით. ხო და მოდი მივხედოთ ცოტა. ასე. გოგოებო, ყველაზე კარგად რაც დავტესტე, მივხვდი, რომ ეს რო არ დამრჩეს შავი და ნებისმიერი საღებავის ის რა მნიშვნელობა აქვს. ვაზელინს ვისვამ ხოლმე ამებზე, აი ამ ნაწილებზე. ხო და აღარ ვრჩება ხოლმე არანაირი, საერთოდ ვცდილობ ხოლმე ფრთხილად შევიღებო, მაგრამ აი არ არსებობს, რომ რაღაცა მაინც მოვუკრა და ამიტომაც ყოველთვის ის კი არა სალონში ვიგიღებავენ, იქაც კი ცოტას გითხუპნიან და მე გწმენდენ და ეხა შენი შეღებილი კიდე არაპროფესიონალურად. всё. თმის გაშრობას არ ვაპირებ, იმიტომ რომ ბავშვი ძინავს და ადუხდება ყავა და დავიწყოთ ლაივი. აქვე ვიყავი გაქცეული, ყავა და რაღაცები მოვიტანე. ხო და აი რაც უცებ ეხა მჭირდება დღეს, თორე ეხა აი ისა ახო კვერცხი ძირს დავარდა და ისე გაგორდა არ გატყდა. გული მომვარდა. ესე იგი რაღაცა რავი მარილი ვიყიდე, სხვა არ გქონდათ აქ ჩვენთან მაღაზიაში. კი, დაევა ჩვენე. ხო და ჩავყაროთ 5 ლარის ყავა, რომელიც აჰა 2 დღე გვეყოფა. გასვისოთ. ყავის მოყარულ ოჯახში ასე ხდება ხო. ესას. ამას კიდე ერთი 8 ლარის ყავა უნდა კიდე დამატებით, რომ აი ეს გავსო. ანუ როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდია. ხო და იმაზე რა ქვია, ხვალ ვიყიდი, ბარემ იმდეს, რომ სულ აივსოს. 8, არა, ნუ პრინციპში 10 ლარის ყავას ვიყიდი რა. ეს აქეთ დავიწყოთ მარილის შევსება, რომელიც რა ვიცი, ეს მარილი კი არ ვიცი, დიდათ ეხლა რა არის, ოღონდაც გონზე არა ვარ. აი მე დედამჩხეს ვერ შევუყრინე. შენ რო დაალაგე სახლი კი ამ მარილს რა აქვს ცუდი იცით ხალხო, ვაიმე დედა რამ სისხოა ღმერთო მაღალო. რა უჭირს. ცოტა ისე გადმოვყარო, თორე სულ დამეპნევა. ვერ ვიტანაი, რომ რაღაცნაირად არ მაქვს გაკეთებული მარაგს რო ვეძახით რა, აი ძალიან კაი რაღაცა. იმიტომ რომ არ გვაქვს ხოლმე მერე პრობლემა არ არის, უცებ ხოპ გამოიღე და ეხლა რო არ მქონდა წავედი და იზვიყიდე, რაც არ მინდოდა. მაგრამ აქ უბანში სხვა არისო. ძალიან სქელია კი ხედავთ. მაგრამ მსხვილი უფრო სწორად, მაგრამ იმ წვრილსაც ერთი პრობლემა აქვს, ანუ ძალიან ისეთ, რომ ესე იგი ყრი და თითქოს ვერ არა არ ეტყობა არაფერი. და მე რა იზე უცებ ხალხო რაღაცნაირად დამლაშდება კერძი. ეგეც კიდე ცალკე პრობლემა. სავსეა. გამოვივლი ხვალ ხა რომელი ერთ უნდა გავაკეთო არ ვიცი ხა მაგდან ამის როგორ წამოვაპორწიალებ, მაგრამ უეჭველი უნდა ავიყიდო ესეთი რაღაცები, რომ
პრობლემა აღარ მქონდეს და ეს რა ქვია არ ვირბინო მე იმაზე რა რომ ვაიმე და უფუცებ მარილი გამითავდა და უფუცებ რაღაცა. ხო გესმით მოკლედ გოგოებო ჩემი. ქოთქოთის ამბავი რატოს ქოთქოთ. კაი, შევალაგოთ კვერცხი. კვერცხის ის მინდა ვიყიდო, რაღაცა სადგამივით არის, შესადებიც არის იმაზე სხვათა შორის. ბევრნაირია რა, ისეთი როგორც მომწონს ხარ, არ მინდა ეგეთი, მაგრამ მინდა რომ იმას აუხნა. გავაკეთო. ვიყიდო უფრო სწორად გავაკეთო რა შუაშია და რაღაცნაირად კაი სათავსო აქვს იმ კვერცხს. კაი, ეს წავიდა ნაგავში, მწვანილი მჭირდება იმისათვის რომ კომბოსტო ტომატი თემაში უნდა გავაკეთო, ჩაშუშული. და სულთანის ნაგვისთვის გამოდგეს. რავი, რა გაჩვენეთ? რავი, რაც გაჩვენეთ 13 ლარი იყო. ჰაი, მეგობრებო, როგორც ხედავთ დაკვანწული ვდგავარ აგერ. გამოკვანწული. ხო და ხო, თმა არ მომწონს ასე დიდად, მაგრამ ნუ რა ვიცი. ახლა გვიანი ამაზე ფიქრი. აბა რა არის ახლა რაც გავარ. მე თო მახალო რა, პარკი მადებს თავზე. სხვათა შორის მე დავიშალე. წავიდეთ სამსახურში. რაღაცა კამერაში გვერდულად თმა არ მომწონს და ალბათ რომ მივა დავიშლი. არ ვიცი რაღაცა დისკოს კარგად გამოვიყურებოდი და აქ უკვე აღარ მომწონს პარეთა განათებას. შუაში ჯობდა გამეყო. აბა რა შვებით. ისე მეზარება დღეს ნეტა კვირა ყოფილი. არ გამიმართო. ასე. რა ფიშა. ფიშა. წავედით გავიხედოთ ჯერ ძაღლეს აიდან ყებს მიშველეთ. სად ახარ სუგაშენ. მასკი სამშველებელი ძაღლი იდგა. იცოლებული გავხდი. მომეხსნა ეს ჩანთარო მეთქივაი და ან მას მიქნან ან რაღაცა გამომეკიდონ ჩამთით მაინც მომეგერიებინა. არ ვიცი აი რამხელები. არ ვიცი ამ თემას მილიონჯერ ვეხები და მე კი არა ძალიან ბევრი ადამიანი და რა ვიცი აბა წაიყვანენ გაუკეთებენ კასტრაციას და მოიყვანენ გეგონება ახლა ისა რა ქვია ძაღლეს გამო მე დაუსრულებას ელოდება რეალურად ვერ ხვდებიან მეგონი რა არის პრობლემა არ ვიცი შენი გულის გერა მესმის ამოჩემება აი ეგ არის ამოჩემება ხალხო მოკლედ ახლა უნდა გაჩვენოთ უცებ რა ვიყიდი ათინათში რომლის გვერდსაც მე ხშირად გიზიარებთ ხოლმე და მოიცე ბარემ გაჩვენებთ მალე მოდის აღდგომა ხო და დიდად რო გითხრათ დეკორაციები მაქვს სახში და რაღაცები არ მაქვს ხო და ძალიან მინდოდა რამე და არ ვიცოდი ზუსტად აი იმ რამეში რა იყო მოკლედ რამე არ რამე ვიცოდი მინდოდა მაგრამ რა კონკრეტულად არ ხო და ახლა გაჩვენებთ მოკლედ კარგი დიდი მადლობა და ამ გნომიკებს შეხედეთ ამას უყურეთ ამ სიხარულს და სიყვარულს შეხედეთ ეგ ჩემია ხო დედა ეს არის საღდგომო ოღონდ არა სუფრა სრულად გადასაფარებელი ნახეთ ეგ არის ახალი წელი რომა არა დედიკო ეს საღდგომოა ნახეთ როგორი ლამაზი და საყვარელი ხალხო გადავირი ხა ამას არ ვიყიდდი ვინმე ჯერა რომ ამას არ ვიყიდდი ხო და ეს არის შუა გულში გადასაფარებელი ანიქით ანაკეთ როგორც გესიამოვნებათ და მე აუცილებლად გაჩვენებთ გადაფარებულს ნახეთ როგორი საყვარელი და ლამაზი ანუ ძალიან აი ძალიან და სხვათა შორის სახალწოთაც მიყვარს დეკორაციები და რაღაცები და ასევე ძალიან მიყვარს საღდგომო ახალი წელი რომა მომაში კარგი დედიკო ახლა გაჩვენებთ ფას ესეთი მყარია ის კი არ არის რაღაცა ფარფალელა კიდევ რა ვიყიდებ არემ იმასაც გაჩვენებთ ამით ვარ ძალიან კმაყოფილი ვაიმე მოიცავთ ისად უხდა დღევანდელი ლოგი იქნება ისეთი რაც გადავიღე ეგ ლოგი იქნება იმიტომ რომ ძირითადად რუტინები მაქვს გადაღებული აი ესე გამოვიდა ეს ყოფილი სწორად
ხო, მოდი ახლა შემდეგი ვნახოთ რა ვიყიდე. ამითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. არის 2 კაი შესამშრალებელი და თმისთვისაც ორივე და რადგან 2 ერთად იყო, უფრო მაგან გადაწონა. მარიკო, დედიკო, 1 წუთით მარიამო, თუ შეიძლება. თორემ მხოლოდ პირსაწმენის აღება მინდოდა, მაგრამ რადგან ეს ვერსიაც იყო, ბარემ ეს ავიღე. დედიკო, 1 წუთი ვაჩვენო და მე ლექსი მოუყევი, რო იცი, გაწყობს? შევთანხმდით დე? ახლავე. და რა თქმა უნდა, რა ფერს ავარჩევდი, ჩემი საყვარელი ფერის გარდა. ძალიან ეთყინება და დამიკოს. კიდე, ვინც ამიკოს და მამიკოს. მამიკოს. ნახეთ, ეს არის ტანის, ახლა დიდია და ისედაც ემშება ტანის, ახლა რო არ მეთქვა, დიდი საბით რო ვთქვი. ჩამოვწიოთ ცოტა, ძალიან მომწონს. თან არის კარგად დიდი, აი ნახეთ, უბრალოდ რამხელა. საკმაოდ დიდია და ძალიან მომწონს. ხო და დარწმუნებული ვარ, რომ კარგადაც ამშრალებს, რაც ისეთი ნაჭერი, რომ წესით კარგად უნდა შეამშრალოს. ამიტომ სიამოვნებით დავიტოვე და ამას დავტესტავ. და მოგახსენებთ აუცილებლად, მაგრამ ვიცი რომ კარგად წმენთ, ანუ ვიცი. ხო, შემდეგი არის მის რა ქვია, პირის თავის ვთქვი წეღან. აი გაფიცე გონი თავის ვთქვი პირის. ნუ კაი, იყოს თავისაც თუ გისაც გიტად. იგივეა, რა თქმა უნდა, ოღონდ რა თქმა უნდა, ეს პატარა ვერსია. და თუ არა იასამნისფერი, არაფერს იყიდდა გვანცა, რომლის საყვარელი ფერი არის იასამნისფერი. სხვანაირისფერის იასამნისფერი. ხო და ეს არის გოგოებო, მოკლედ შევიძინე. და სიმართლე გითხრათ, ამის შეძენა საერთო რო აპირები, რატო შემომიყიდა ეგეც არ ვიცი. მაგრამ ნუ პრინციპში მინდოდა, მაგრამ თლად ახლა არ ვფიქრობდი შემოყიდვას. მაგრამ ეს დავინახე თორე მივხვდი, რომ უნდა მეყიდა აუცილებლად, იმიტომ რომ საღდგომო და ძალიან საყვარელია თან და ძალიან ლამაზია და გადავწყვიტე რომ მეყიდა. ასე რომ ჩემი შენაძენებით, გემშვიდობებით მეგობრებო, დიდი მადლობა რომ იყურეთ. როგორ გამოვიყურეთ. ჩავვალაგოთ, ახლა მე გადავაფარებ და თან გაჩვენებთ როგორია და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან მოგეწონებათ. და თუ იმეს გენდომებათ, ან ეს, ან ესენი მომწერეთ, ან გვანცა წივილაშვილის იმაზე, ან დოდონას ბლოგზე და დეტალებში გიპასუხებთ ყველა ფერს და ასე რომ გმოწერეთ. გოგოებო, აი ეს არის ისევ ეს, რომელიც მისვია და კი ხედავთ თითქმის მალე საღამო დაიწყება, კი არა და ლაბის უკვე საღამოა და ისე ისი, ასე რომ ჩემგან დიდი პლუსი. მაგრამ ცოტა მკვეთრი მინდოდა. გამარჯობა დე. გამარჯობა, როგორ ხართ? თქვენ ხო კარგად ახალ. ახლა მე ბახში მოვედი და ძალიან დავშვენდი. კი და კიდევ კარგი ხალხო დასვენებას გადაგვარჩინა მამამ. აუ ნახეთ ხალხო რა ლამაზია. ეს რა თქმა უნდა ასე უნდა ეფაროს ნახევრად, მაგრამ შეგიძლიათ რომ ასეც გადააფაროთ, რა ვიცი როგორც გნებავთ, ეხლა ეს ვიდათ გრძელია რომ ასე მერჩივნა, თუმცა ასეც შეგიძლიათ რა თქმა უნდა. ხო და ბევრად ლამაზია, უბრალოდ ჩემი კამერა ნახეთ ჩავუწევ და აი ესეთი ფერებია ზუსტად მკვეთრი. აი ესეთი როგორცაც ხედავთ. რა თქმა უნდა ხა ეს ასე არ მექნება და ავიღო. და აღდგომაც რო გაივლის, მერეც უნდა ავიღო ასე ყვარდა. ძალიან მომწონს. მარტო შენი კი არ არის. ჩემი ჩარი. რა დედა? ეს გასაფარებელი. რა ქვია დედა მაგას? გასაფარებელი. რა? დედი მითხარი სწორად? გასაფარებელი. ძიმი სიყვარული გადასაფარებელი. კამლეს მერა კაცი იყო ის რა კაცი იყო გესეჭამა კურღეს დიდი იყო და შეჭამდა პარასიცავდა იმ კამბრამ მგერია შეკჭამდა ვაიმე შეკჭამდა და მე მოკვდებით ვაიმე დედა ეს მოკვდები რაღა იყო ეგეთი
შაშინენებია. უნდა გავდოთ. შაშინენები რას ჩადის? რას ჩადის? ეს არის. გასაგები. კომბლი არის მგელი, მელა დამგელი, ვებხვენი, ისენ გელები რა ხესები რა მესისება. არა, დე, არ უნდა გეზიზღებოდეს. გვანთა მგელი დაიშენი. მესისება მგელი დაიშენი. მერთოჩი. ხალხო, ახლა მივხვდი რატო გვაქვს საქართველოში საყოველთაო ნერვოზი. ესე იგი, სულის ჩათი ცალკე, ბაღის ჩალკე, სამეგობროსი ცალკე, იმისი დედბაბიშვილების ცალკე, უბნელების ცალკე, ქმრის საყვარლების ცალკე, ისა, ქმარზე მონადირე ხალხის ცალკე, ცოზე მონადირეზე ცალკე, პედაგოგების ცალკე, კანეჯი, კაი ბაბიტაშვილო, ვაფშე სულჭყვაზე როგორ ამათ ერი არ გიყვით ხალხო. აიწყდა კიდე ისეთი გოგოების ჩათი ცალკე. მალადეც დაო. როგორ გიძლებ დერბები მიავითი. ერთ ჩათში ვარ და სიცოცხლე აღამდა. აჰა, ფიცა ვარ, მე ხალხო აღარ ვიდა სიცოცხლე. მე თუ მაღალო ვიხუბრი. ხო, რა გძეტა მაგარი ნერვოზიმა. აჰა, არ ჩერდება თვა. კლასელები ჩათში ვიყავი და ახლა რაღაც დროს ჩემი სიცოცხლე ასაკში ვარ და მაგათ აგვიდათ რომ მოვკვდი და მაგარი დაშვენებული ვარ. ხალხო, ვისაც 3 და 4 ბალღი ყავთ და სკოლის და ბაღის ჩათებში ხართ. ერთმა მოგცეთ გაბძლეობა. არც ლოცვებში მოგიხსენებთ მე თავზე უძალ არ არის, არ ვიცი. მეც მოსახსენიებელი ვარ. ერთი მყავს.